ანდრო ჭეჭინაძის ბანერი ჩამოხსნილია, სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები ავიდნენ თეატრში უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, თუმცა მათ ადგილზე არც ბანერი დახვდათ, არც მისი ჩამომხსნელები და მათ შორის არც ის გადაღება, რომელიც ამ ქმედებას დაედო საფუძვლად. ამიტომ ეჭვგარეშე ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააცხროს, ჩააქროს და არ მიეცეს მათ შორის არავის იმის უფლება, რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სამთავრობო მედია რუსთავი 2-ის ახალ პროექტს, რომელიც 10 მარტიდან დაიწყება. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის, რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზოს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამავე თეატრის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი ეკა კახიანი არის ჟიურის წევრი ამ ახალ პროექტში, რასთან დაკავშირებითაც მსახიობებს დაუსვით კითხვა, ვიკითხეთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია ამაზე, რაზეც მათი პასუხი იყო ასეთი, რომ დაჯერება უჭირთ, რომ შესაძლებელია მათი რომელიმე კოლეგა განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ ასეთ შემოთავაზებას დათანხმდეს. ბავშვობაღი მოაწყვეს, ერთი მეორეზე უფრო სასაცილო ტყუილებს გვეუბნებიან, აი რაღაცას გვეთამაშებიან, ამ რაღაც კატათაგლობანას გვეუბნებოდნენ, რომ აი 10 წუთი გვინდა ჩავწერთ უბრალოდ, აი ცოტა ხანი და მე ჩამოვკიდებთ და ეხლა სად არის ბანერი, არც ვიცით საერთოდ. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. მე აქ ვარ ბოლომდე სადამდე შევძლებ დავიცავ ანდროს სინდის, ჩვენი თეატრის სინდის, ჩემ პირად ღირსებას და სინდის და ჩვენი სინდისის პატიმრების ღირსებას და ბანერი არ არის ზემოთ რო ავედი, არსად არ დევს, არ ვიცი სად წაიღეს და როგორ დაკეთეს, გააკეთეს, რა გააკეთეს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ გუშინ მთელი დღე გვიმტკიცებდნენ, რომ პრომოს გადასაღებად ბანერს ავკეცავთ და გადავიღებთ და ხელს გვიშლით და ასე შემდეგ და მე გადმოვფეთო. გუშინ იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია სამწუხაროდ და არანაირი პრომოს გადაღება არ მიმდინარეობდა, იმიტომ პრომოს გადაღება საჭირო რო ყოფილიყო, არც ამდენი ტელევიზიით მოვიდოდნენ. უბრალოდ არ გამოვიდათ. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პროვოკაციაზე წავსულიყავით, რაღაცა გვეუხეშა. ეკა კახიანთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ის არის ჟიურის წევრი ამ პროექტში. თუ გქონდეთ მასთან კომუნიკაცია, ან როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია შეიძლება გქონდეს, დათანხმდება თუ არა ამ შემოთავაზებას ჟიურის წევრობასთან დაკავშირებით? ერთ ოთახში ვარ, ერთ საგიმეროში მე და ეკა და ალბათ გუშინ ნახათან რაც ხდებოდა. არ ვიცი. მე მგონი ჯობია რომ ეკასთან გადაამოწმოთ. მე მგონია რომ რაღაცა უხერხულობა ექნება ალბათ. იმედს ვიტოვებ ყოველთვის. არ ვიცი. მსახიობებს უჭირთ დაჯერება, რომ შესაძლებელია მათი კოლეგა თანამშრომელი, მათ შორის ანდრო ჭეჭინაძის კოლეგა ამ შემოთავაზებას დათანხმდეს, თუმცა თავად ეკა კახიანი გვიდესტურებს, რომ ის ნამდვილად იქნება ამ ახალი მუსიკალური პროექტის ჟიურის წევრი. ამიტომ გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რაც გუშინ და დღესაც ხდებოდა დღეს ანდრო ჭეჭინაძის ბანერის ჩამოხსნასთან მიმართებით. მან გითხრა, რომ ეს ყველაფერი გაიგო, ასევე დავუსვით კითხვა, რა რეაქცია ექნება, ჰქონდა თუ არა მათ შორის პროექტის ხელმძღვანელი ობასთან კომუნიკაცია ამ ბანერზე, ყველაფერთან მიმართებით აქვს მხოლოდ ერთი პასუხი, გვეუბნება, რომ ძალიან წუხს ანდროს პატიმრობის გამო და აღნიშნავს, რომ ის არის ძალიან ნიჭიერი მსახიობი, რომელიც თავის პროფესიას უნდა დაუბრუნდეს. რუსთავი 2-ზე რომ ახალი პროექტი იწყება, ქართული ახალი მუსიკალური პროექტი. გავიგეთ, რომ თქვენ ხართ ჟიურის წევრი და ასეა ნამდვილად? თქვენ ხომ ისევ ხართ მსახიობი ვასო აბაშიძის ახალ თეატრში? გუშინ რომ ჩამოხსნეს ანდრო ჭეჭინაძის ბანერი განმეორებით დღესაც, რა პოზიცია გაქვთ ამაზე, ხომ ვერ გვეტყვით? მე ძალიან უყვარ ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ხდება ანდროსთან მიმართებაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა გაირკვევა სიტუაცია და ანდრო ნიჭიერი კაცია და აუცილებლად უნდა იყოს თეატრში და უნდა თამაშობდეს და უნდა გააგრძელოს თავის არტისტიზმი. დანარჩენი უკვე მსახიობების გადასაწყვეტია და თვითონ თეატრის და მე ძალიან უყვარ ანდროს ძალიან მასწავლებელი. ამ ბანერზე ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია მსახიობებმა გააპროტესტეს, თქვენს რომ ძალიან დიდი შეცდომა. არა, მე ხაი აქტიურად ავადმდებოდი თეატრში. არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ჩემი პოზიცია ანდროსთან დაკავშირებით მოგახსენეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ანდრო დაუბრუნდება თავის საქმიანობას.
გააქრეს ბანერი, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გააქრეს სოლიდარობა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ანდრო ჭეჭინაძეს, რომელიც არის აქ მყოფი ადამიანების კოლეგა, არამედ ზოგადად სინდისის პატიმრებს, მსახიობები ახლაც რჩებიან ადგილზე, ისინი ამბობენ, რომ ყველა დასაშვები და დემოკრატიული ფორმით შეეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების იმ ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას, რომელიც უკვე 2 დღეა მიმდინარეობს თეატრში, ასევე იხსენებენ ფაქტსაც, როგორ შეუცვლიდნენ სამთავრობო მედიის, პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები მათ გუშინ და არაცადეს მშვიდობიანად და აბსოლუტურად საკუთარი საქმის ფარგლებში. თათბირის გამართვის საშუალება, ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ იმის წინაპირობა იყო, რომ შემდგომ ქართული ოცნების დავალებით მართულ თეატრს უკვე მოეხსნა და ჩამოეხსნა ანდრო ჭეჭინაძის ბანერი, რომელიც აქ რჩება უკვე 1 წელია, მას შემდეგ რაც მსახიობი ბიძინა ივანიშვილის გუნდმა სინდისის პატიმრად აქცია, მოკლედ ყველაფრის მიუხედავად ბრძოლა გრძელდება პროტესტიც და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები ამბობენ იმას, რომ მართალია ანდრო ჭეჭინაძეს არ სჭირდება გამხნევება, რადგან თავად ამხნევებს სხვებს ციხიდან, თუმცა რადაც არ უნდა დაუჯდეთ, აუცილებლად დაიცავენ ამ ბანერსაც საკუთარი ქვეყნის და მათ შორის საკუთარი კოლეგების ღირსებასაც. დაპირა ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა. და უბრუნდებით